მთელი საქართველო გლოვობს სულიერი მამის გარდაცვალებას. ადამიანის, რომლის ღვაწლი ქვეყნისა და ერის ცხოვრებაში ფასდაუდებელია. სამძივარს უცხადებ ყველა საქართველოს მოქალაქეს, ვინც განიცადა ეს ამბავი, ყველა იმ ადამიანს, რომელიც არის მართლმადიდებელი ეკლესიის წევრი და არა მხოლოდ მათ, არამედ ყველას, იმიტომ რომ რეალურად ილია მეორე იყო ისეთი ფიგურა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებდა საზოგადოებრივ ცხოვრებაში, საქართველოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში და საქართველოს ზნეობრივ ცხოვრებაშიც ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვს შესრულებული. ის იყო კაცი, რომელსაც ჩვენ უყურებდით და ხვდებოდით, რომ თურმე შეიძლება იყო პატიოსანი წესერი და ნამდვილად ქრისტიანი ადამიანი. დავიწყოთ სამძიმრით, რომელსაც შეგვიძლია გამოუცხადოთ ქართულ ეკლესიას, საქართველოს საზოგადოებას, კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალების გამო და სამძიმრად, მაგრამ რა სიტუაცია შეიქმნა ამ ყველაფრით, რა მოხდება მომავალში, როგორ ფასდება ის მათ შორის ვინ როგორ ეხმაურება ამ ყველაფერს, როგორც ქვეყნის შიგნით, ქვეყნის გარეთ. ამაზე მოგვიწევს საუბარი და მე იმაზე თუ რაც ამ სიტუაციაში შეიძლება პრობლემები გამოჩნდეს, იმას როგორ შეიძლება როგორც საზოგადოებამ უპასუხოთ, დავაზღვიოთ და ასე შემდეგ. რთული სათქმელი არის თუ რა მოცემულობა იქნება, როგორ შეიცვლება ეკლესიის მომავალი. პირადად მე შემიძლია ვთქვა, რომ ალბათ რაც თავი მახსოვს ილია მეორე და მახსოვს ის არა მხოლოდ როგორც რელიგიური მოღვაწე, არამედ როგორც საზოგადოებრივ საქმეებში და პოლიტიკურ საქმეებთან დაკავშირებული ადამიანის, რომელიც ძალიან ხშირ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ამ ყველაფერთან დაკავშირებით. ბევრჯერ გაგვიგონია ჩვენ, რომ ეს პატრიარქი რაღაცა რელიგიური ფუნდამენტალიზმი და ასე შემდეგ. ამ დროს პოლიტიკოსები, რომლებიც საუბრობდნენ რელიგიურ ფუნდამენტალიზმზე, თვითონ ქადაგებდნენ პარტიულ და პოლიტიკურ ფუნდამენტალიზმს და ახორციელებდნენ ცხოვრებაში, ამიტომ ფუნდამენტალიზმი რა არის? შენ თავში საერთოდ გამორიცხო, განსხვავებული შენს გარშემო და არავის სიტყვა და მტრობაში გადახვედი, არავის სიტყვა არ გაიგონა და ამ დროს რელიგიური ლიდერი ჩვენი იყო ტოლერანტობის, მიმტევებლობის და ყველაზე კარგი გაგებით ლიბერალიზმის განსახიერება. ეს იყო ყველაზე დიდი პარადოქსი აქ. ადამიანები, რომლებიც ებრძოდნენ და ეჩხუბებოდნენ პატრიარქს, თვითონ იყვნენ ფუნდამენტალური საზოგადოების და კლასტერის წარმომადგენლები და რელიგიური ლიდერი ჩვენ იყო ყველაზე მეტად გახსნილი ღია და სიყვარულის მზად, თუნდაც მტრის მისაღებად მზად. აი რა მოხდება ქართულ ეკლესიაში არ ვიცი. ანუ არა და ეს რომ მართლა არა ადამიანზე ჩამოკიდებული ინსტიტუცია ყოფილიყო, არამედ მართლა ისეთი ძლიერი, დეცენტრალიზებულიც, სადაც მამაებს ცალ-ცალკე მართლა სიტყვა ეთქმის თავისი და ესე უბრალოდ ზევიდან რაც კურთხევა მოსული ის არ ტარდება ავტომატურად, მაშინ უფრო გასაგები იქნებოდა, რომ ოკეი, რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი გარდაიცვალა, მაგრამ როგორც ინსტიტუცია ამას, რა ვიცი, იგლოვებს, გადაიტანს და გააგრძელებს არსებობას ისეთივე ავტორიტეტით და ეხლა ეგ არ მაქვს ეგ განცდა ქართულ ეკლესიაზე, იმიტომ რომ არ ვიცით რა მოხდება, მიუხედავად იმისა, რომ მოსაყდრე არის უკვე ოფიციალურად დანიშნული, ეს დროებითი ის არ არის, ავტომატურად არ ნიშნავს, რომ მოსაყდრე პატრიარქი გახდება. აი დღეს მე უყურებდი, დღეს გადაივსო სამების ტაძარი, ხო? ბოლოს როდის გადაივსო სამების ტაძარი? მე უყურებ ხოლმე წირვებს და აი როდესაც მოსაყდრე შიო ატარებს წირვას, სამების ტაძარი ცარიელია. მაგრამ აი დღეს გადაივსო, მან გადაავსო, ილია მეორემ გადაავსო სამების ტაძარი და ვინ გადაავსებს მე ვის გამომივა იქ ხალხი? გავიგე რომ რწმენის გამო უნდა მივიდეს. მაგრამ ფიგურებს ხომ აქვს მნიშვნელობა. და მას ჰქონდა სახალხოობა. მას შეეძლო რომ აი ეს რწმენა გაეხადა და მიეტანა ყველა ადამიანს. მისი მოღვაწეობა იყო სიყვარულის, თამდაბლობის, მოთმინების და მსახურების საოცარი მაგალითი. ილია მეორე იყო და რჩება ერის ერთიანობის სიმბოლოდ. პატრიარქის გარდაცვალება უდიდესი დანაკარგია მთელი მართლმადიდებლური სამყაროსთვის. საქართველოს და მის სულიერ შვილებს კი ძალიან დიდხანს გავყვება
მოუშვებელ ჭრილობად.